ხმაურიანი განხილვების შემდეგ თბილისის ბიუჯეტი დამტკიცებულია. დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 2 მილიარდ 200 მილიონამდე დოლარს შეადგენს. პრიორიტეტია ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება, სოციალური მიმართულება და ინფრასტრუქტურის განვითარება. მომავალ წელს დაგეგმილი მსხვილი პროექტების ჩამონათვალშია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, ტრამვაის ხაზის გაყვანა, დიღმის მასივში სპორტული კომპლექსის მშენებლობა, ახალი ხიდების აშენება, სკვერებისა და ბაღების რეაბილიტაცია. იგეგმება ვაკის პარკის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის დასრულება, ანუ კასკადის რესტავრაცია, რომელსაც უცხოური კომპანია შეასრულებს. სამომავლო გეგმები დეპუტატებს თავად მერმა გააცნო, განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ, რომელიც დედაქალაქის მთავრობას არასწორად განსაზღვრულ პრიორიტეტებზე მიუთითებს და შეუსრულებელ დაპირებებს ახსენებს. კითხვები დაისვა ლაგუნას პროექტზე, ოპონენტებმა პენსიონერებისთვის განკუთვნილი წამლების ვაუჩერების გაზრდაც მოითხოვეს. რას მოხმარდა დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტი და რომელი პროექტების დაფინანსება იგეგმება 2026 წელს. საკრებულოში დღეს თბილისის მერს უსმენდნენ. კახაკალაძემ დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოს ანგარიში ჩააბარა. ინფრასტრუქტურული პროექტები, სატრანსპორტო პოლიტიკა და სოციალური პროგრამები. ეს არის იმ საკითხების მცირე ჩამონათვალი, რაზეც მოხსენების დროს კახაკალაძემ ყურადღება გაამახვილა. დედაქალაქში განხორციელდა საგზაო სამუშაოების გზების ფართობი 1,83,774 კვადრატული მეტრი, მთლიანად იქნა განახლებული, მოწესრიგებული, რეაბილიტირდა 931 ქუჩა და გამზირი. 17 მილიონამდე ლარი იქნა მიმართული ავარიული შენობა ნაგებობების გასამაგრებლად. 53 შენობა ნაგებობა. საინჟინრო ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობა რეაბილიტაციის მიმართულებით კი მიმდინარე წელს დაიხარჯა დაახლოებით 55 მილიონი ლარი. თბილისის მერიამ 65 ჰექტარ ფართობზე განახორციელა გამწვანების სამუშაოები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 750-მდე პარკს, სკვერს და სპორტულ მოედანს. დედაქალაქში დამატებით შემოვიდა 200 ერთეული ახალი ავტობუსი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის 60 ახალი მოსაცდელი სხვადასხვა მისამართზე მოეწყო. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი პირველ რიგში გავხადოთ ყველასათვის ხელმისაწვდომი, ყველაზე კომფორტული და ყველაზე სწრაფი დედაქალაქში. მზად ვართ 24 საათიან რეჟიმში დავუღალავად მემსახუროთ ამ ქალაქს, ვემსახუროთ თბილისელებს. საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება 2026 წელი. თბილისის მერის ანგარიშის წარდგენის შემდეგ საკრებულოს ხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კახაკალაძის მისამართით შეკითხვები ძირითადად დედაქალაქში მიმდინარე პროექტებზე დაისვა. ვაკის პარკის და ვარკეთილის მეტროს გაჭიანურებული რეაბილიტაცია იყო ის საკითხი, რითაც ხელისუფლების ოპონენტები ინტერესდებოდნენ. რატო ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვაკის პარკი 8 მილიონ 200,000 იყო და ბიუჯეტი დამტკიცებული და 1,500,000 შესრულდა. როდის დამთავრდება? სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია. დარჩენილია ეგრეთ წოდებული კასკადი, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. საქართველოში სამწუხაროდ ვერ მოიძებნა კომპანიები, ვინც აღნიშნულ პროექტს შესაბამისად განახორციელებდა და უცხოელების ჩართულობით წარმოდგენილია პროექტი, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში უნდა განხორციელდეს და ამით ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად იქნება დასრულებული. ეს ეხება ისტორიულ ქალაქში ჩანაცვლების თემას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა და მე ვფიქრობ, რომ ეს თავის რეზულტატს დადებს აუცილებლად, მხოლოდ ერთი მომენტი არსებობს. არის ახლა მიმდინარე ესეთი ავარიული თემები, სადაც საჭიროა აი ამ კონკრეტული სახლების შეჩერება. მარტო ფონდი, რა თქმა უნდა, ვერ გაწვდება იმ მასშტაბებს, იმ მოცულობებს, რომ მოხდეს ამ სახლების ჩანაცვლება, რეაბილიტაცია, განახლება, შესაბამისად შემოგვყავს ბიზნესი, სხვათა შორის ვიცე-მერის იდეა იყო აღნიშნული გადაწყვეტილება და ვფიქრობ საკმაოდ საინტერესოა. თუ კი რაიმე ხარვეზი არსებობს ამ მიმართულებით და ამ პროგრამაში, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, შეგვიძლია გამოვასწოროთ. პირველი შეკითხვა სწორედ ეხება ავტობაზის მშენებლობის დასრულების საკითხს. რა ეტაპზეა 8 მეტრიანი ავტობუსების შეძენის საკითხი? ავტობუსების ბაზა ბატონშალო ფაქტიურად დასრულებულია. მომდევნო წლის პირველ თვეში უკვე გვექნება შესაძლებლობა
ადგილზე მივიდეთ, დავათვალიეროთ, სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება, ფაქტიურად დამთავრებულია. 8 მეტრიან ავტობუსებს რაც შეეხება აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ფინანსთა სამინისტროსთან. მინდა კითხოთ ვარკეთილის მეტროსთან დაკავშირებით ეს რაღაც ყბადაღებული თემა გახდა, მაგრამ 10 წლის განმავლობაში რომ ვერ დასრულდა ერთი მეტროსადგური, რა შეიძლება უთხრათ მოქალაქეებს, ვისაც პირდებით რომ კიდე დამატებით 2 მეტროსადგური აშენდება თბილისში. ვარკეთილის მეტროს რაც შეეხება აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ უდიდესი პრობლემა იყო სერიოზული გამოწვევა. აქაც, არ ვიცი, არ არსებობს კომპანიები საქართველოში, გვაქვს სერიოზული პრობლემა, სერიოზული გამოწვევა გვაქვს მუშახელთან დაკავშირებით და პროექტი რა თქმა უნდა უკვე ბოლოში არის გასული და უახლოეს მომავალში მთლიანად დამთავრებული იქნება და მოწესრიგებული იქნება. საკრებულოს წევრებმა დღესვე დედაქალაქის ფინანსურ დოკუმენტზე იმსჭრელეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. 2026 წელს თბილისის მერიისთვის პრიორიტეტები უცვლელია. ჯანდაცვა და სოციალური საკითხები, ინფრასტრუქტურული პროექტები და განათლება. ეს ის მიმართულებებია, რაზეც დედაქალაქის ბიუჯეტის დიდი ნაწილი დაიხარჯება. პრიორიტეტები ძირითადად რა თქმა უნდა არის უცვლელი, უბრალოდ როგორც მოგეხსენებათ, ყველა მიმართულებით არის ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მშენებლობა, აღდგენა და განვითარება 696 მილიონ 329,000. ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება, ჩანაცვლება ასევე 305 მილიონ 930,000. მენაცმეცაკუთრეთა ამხანაგობის განვითარება 62 მილიონი. აქ უნდა აღვნიშნოთ ჩვენ ის, რაც წინასაარჩევნოდ იყო მერის მხრიდან დაანონსებული. ამ წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს ძალიან წარმატებული და კარგი პროგრამაა. ძალიან ბევრი ავარიული ლიფტის ჩანაცვლება მოხდა, თუმცა როგორც წინასაარჩევნოდ იყო დაანონსებული, 4 წლის თავზე ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ არც ერთი ავარიული სადარბაზო არ იყოს ჩვენს ქალაქში. ეს ბიუჯეტი არის ორიენტირებული იმ პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც დღეს ჩვენ დედაქალაქს აწუხებს და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნაწილია იმისა, თუ რატომაც მოგვანიჭა დღეს ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა მანდატი, რატო ვარ წარმოდგენილები აქ დღეს თქვენთან ერთად ბატონო კახა და რატომ უნდა შევასრულოთ ის დაგისრებული ამოცანები. 2026 წლის თბილისის ბიუჯეტი 2 მილიარდ 200 მილიონ ლარამდეა, რაც 200 მილიონი ლარით მეტია მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით.